2004 წლამდე ეგნეთის აქ სოფელში ფუნქციონირებდა ეგნეთის ცნობილი ბაზარი, რომელიც ალბათ მსოფლიოშია სახელგანთქმული. ბაზარი იყო არა მხოლოდ სავაჭრო ადგილი, არამედ ეს იყო ორი ერის, ასე ვთქვათ, შერიგების ძალიან სერიოზული და კარგი საშუალება. მართალია ამ ბაზარს ძალიან ბევრი ნეგატიური მოვლენაც მოყვა, მაგრამ რაც მთავარია, ამ ბაზარმა შეარიგა ორი ერი. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რადგან მე მუდმივად მქონდა ცხინვალში კონტაქტი და იმდენად აღდგა ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის, რომ აი ამ ეკონომიკური ურთიერთობით, რომ ეს იყო მისაბაძი. საქმე იმაშია, რომ აქ არ ჩარეულა პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, აქ არ ჩარეულა სარყოფილა სახელმწიფო პოლიტიკა, ეს იყო ძალიან თვითნაბადი, სპონტანური, რომელმაც ძალიან დადებითი შედეგები მოიტანა. Даже ბოლო დროსაც, აი ბაზრობის დროს, ოსები ქართველები ძალიან ესმენში კარგად ძირითადად მაღაზიები, რაც კი იყო ამ ბაზარში, სულ იყო ცხინვალელი ოსების, ვლადიკავკაზელი ოსების. ძირითადად ეგენი იყვნენ. და აქეთ კიდე ჩვენი ხალხი. ერთად აქ როსი და აქ ოსის მაღაზია იყო ქართველი. აქ ისე როგორი კრემლი წარმოადგენს ძალიან კარგი.